მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. ახალო გამომწერებო შემოგვიერთდით, მე ეს ჩემი მეორე არხია და პირველი არხი მაქვს. იქ უამრავი რიტუალებია, რომელიც თქვენს ცხოვრებას, ურთიერთობას, პარტნიორულ ურთიერთობას, კარიერულ ურთიერთობას და ოჯახურ ურთიერთობას და ცხოვრებას გამოისწორებთ. აქაც მოიწონეთ მერე ვიდეო, იქაც გამოიწერეთ და შემოგვიერთდით. მოკლედ დღეს შემოვედი ესეთი თემით, უცებ მომაწვა ნაკადი, ასე ვთქვათ, სამყაროსგან და ესეთი ინფორმაცია მომივიდა. თქვენი ახლო მომავალი. მეკითხებიან ბიჭებზე ეს წავა, როცა ვამბობ, რომ მხოლოდ გოგოებს ეხება, რომ მამაკაცი რას იზავს, როგორ ესე იგი გოგოებს ეხება და ეს თემა ხო ეხლა ეხება ყველას. თქვენს შვილებს, თქვენს შვილიშვილებს, ახლო მომავალი მოკლედ რა, თქვენი პირადი და ცხოვრებისეული ახლო მომავალი. დავიწყოთ. აქ უკვე სანამ ჭიქაზე გადავალ. იცით რა არის? ან პრობლემებში ხართ ახლა, რაღაცა პრობლემებში ხართ, ახალ ამბავს ელოდებით, ან დაგვიანდა, ან კიდევ არ არის კარგი ამბავი, შიშის ქვეშ ხართ და აქ ზუსტად ეს უყურეთ, თქვენი მფარველი წინაპარი ამოვიდა, რომელიც უკვე აღარ არის და გეუბნებათ, უყურეთ, როგორ უჭირავს თქვენი, ეს არის ფორტუნა, ბედის ბორბალი, ნახეთ, როგორ უჭირავს და გიცავთ, გამყარებულია, რომ ნუ გეშინია, მე შენს უკან ვდგავა, რა ესეთი თემა ამოვიდა, მეგობრებო, ხო, შემძრა ისეთი, ის არის, რა ქვია, ძალები ამოვიდა, 41, ვისაც წლოვანება შეესაბამება, ან 41 წლამდე რაღაცა უნდა გაიაროთ და ამაში გეხმარებათ თქვენი წინაპარი. და არა მარტო ეს არის მთავარი, მაგრამ აქ ნახეთ, რამდენია უყურეთ, რამდენია. ესენი სულ თქვენი წინაპრები ამოვიდა. ხედავთ რა უნდა იცოდეთ, რატომ ესე იგი მე საქმიანობდი, ავდექი და უცებ ახლა ჩაგიწერეთ ეს სიტუაცია. ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია ვინმესთვის, თუნდაც ერთი ადამიანისთვის. აქ იცით რა არის, გამხდარი მამაკაცია, თმები აქვს სხვათა შორის, ტალღოვანი, კისრამდე თმები აქვს, გამხდარი ზის, ან 3 თვე, ან 3 კვირა, ან 3 დღე, ან 3 რიცხვს ელოდება, სადღაცას ზის, იცით, გამოკეტილია ეს პიროვნება და შველას ითხოვს, შეიძლება ამ დიდი ხნის ჯდომით ეს თმები გაეზარდა, ან ადრე ატარებდა, მიხვდით ხო? და შველას ითხოვს ეს ადამიანი, შეიძლება თქვენი პარტნიორია, შვილია, ან შეიძლება ციხეში ზის ადამიანი, ან უკვე წასულია ეს ახალგაზრდა პიროვნება. და რა არის, იცით? კი, ნამდვილად შუაში ზის და ეს წინაპრები გამცნობენ, რომ ძალიან ნერვიულობთ ეთყობა, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ და ნუ ნერვიულობთ, ესე იგი, ნუ დასტირით, ნუ მისტირით, ანუ დაიღალა მისი სული, მიხვდით ხო? გარდაცვლილია ეს ადამიანი, დაიღალა ამდენს რო ტირი ხართ და აქეთ ზის, რომ გაანთავისუფლეთ, გაუშვით სიტუაცია, უნდა გაუშვათ აუცილებლად სიტუაცია. მეორე ვარიანტი კიდე, ციხეში ზის ერთი ადამიანი, ესეც პიროვნება ამოდის, მამაკაცი ამოდის და იცით რა არის, რაღაც 3 შეხვედრა იყო, 3-4, ასე,
და სპეციალურად იქ მოწინააღმდეგე მხარე ხელს ყველანაირად აკეთებს ხელისშემშლელ ფაქტორებს, იმიტომ რომ აქ რაღაც ჩხუბის ვარიანტი იყო, აქ დანაც იყო, ცივი იარაღი იყო გამოყენებული, რაღაცა მეტალი უფრო რა და ის პიროვნებები უფრო იმდენად არ არიან დაზიანებულები, როგორც ამბობენ და აბუქებენ. აი ეს სიტუაციაც მითხრეს, ანუ აქ ახალი ადვოკატი უნდა ჩარიოთ, ახალი, ანუ რას გეუბნებათ სამყარო ჭიქა, რომ გადაამოწმეთ სიტუაცია და ახალი გზები უნდა მოძებნოთ, იმიტომ რომ გაიჭედებით და უკვე გაჭედილია სიტუაცია. აქ ამოდის კიდე მიწებზე დავა, აქ ამოდის კიდე დედმამიშვილური კამათი, რამოდენიმე ჰექტარი, ასე ვთქვათ, ხო? ეს ახლა თბილისი არ არის. და აი აქ არის რაღაცა ჯვარი დასმული, გაურკვევლობები, იქსები, მოკლედ რაღაცა ვერ გაგირკვევიათ. აქ კიდე ამოდის, რომ საიდუმლო იმალება იმაში, რომ აი აქ მიწაზე უძრავ ქონებაზე ეშმაკი მთვარე საიდუმლო, ესე იგი რაღაცა ჯვრებია დასმული, რომ ვერ გაყიდოთ, ან კლიენტურა მოდის და აი არ იყიდება უბრალოდ მიწა, მიხვდით ხო? ან ფასი არ მოწონს, ან აი ესეთი სიტუაციები ამოდის. აქ მატარებლით მგზავრობა, სიჩქარე რაღაცა დაჩქარდება. პირდაპირ იცით რა არის, აი ეს სამყარო გაწვევათ, რომ მიდი, გადადგი ნაბიჯები, გადადგი, ნუღა აყოვნება, რაღაცა უნდა დააჩქაროთ, იცით რა არის, დროში უნდა ჩაეტიოთ, ესე იგი უნდა იცოდეთ რაღაცა, რომ უნდა გაიაროთ ეს, უნდა გადახვიდეთ ამ სხვა განზომილებაში, ახალ განზომილებაში, ასე დავარქმევ და უნდა გაიაროთ ეს ეტაპი. ბევრი სახეებია, შეიძლება სამსახურში ამოდის, ვისაც პრობლემები გაქვთ, აქ ჩანს, რომ კარებები დაიხურა, მაგრამ ეს კარებები აქ აღარაფერი გესაქმებათ, აი ესე გეუნებიან არ იდარდოთ, ახალი კარებები გაიღება, განაგრძეთ მოძრაობა, გზები მისვლა-მოსვლა, ქალბატონები სათვალეს ატარებს, მზის არა, აი საკითხავს სათვალეს ატარებს, ესეთი გრძელი თმები აქვს მხრებამდე, ან იხვევს, ან ტალღოვანი თმები აქვს, მუქი თმები აქვს. აი ეს ადამიანი, ხო, ესე იგი არ განებებთ თავს, შეიძლება დედამთილია, შეიძლება ყოფილი დედამთილია, სიდედრეა, მიხვდით ხო, და დღემდე ესე იგი ისეთი ცუდი საქმეები აქვს ნაკეთები წარსულში, რომ თავის ბიჭზე არ ტყავს, ან დაარტყა უკვე, გადარჩა, მაგრამ ბევრ ვარიანტში გადარჩა კი. გასაგებია, კოტე, კახა, იოსები, ლალი ამოდის, ან გულიკო, რა ვიცი, აი ესეთი სახელები ამოდის. მოკლედ, დიდი ხუთიანი გაქვთ, დამკაში გადიხართ, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, ვიღაცას აქ სასმელზე აქვს პრობლემა, ჩართეთ ჩემი რიტუალი და დაიხმარეთ თქვენი ახლობლებისთვის, შვილებისთვის, აქ ციფრებია 3-იანი, 6-იანი, 5-იანი, 7-იანი, სულ მაგიური ციფრებია, აქ ესე იგი ამოდის, რომ ბევრ სიტუაციაში, ესე იგი მაგიური დარტყმები გაქვთ და თქვენი წინაპრები იმიტომ ადგნენ, უკვე საკმარისია, უკვე გააჩერეს, მიხვდით ხო, ესე აჩერებენ, აი ეს ხელით, ესე აჩერებენ ხელით, მიხვდით ხო? აი ამ მტრებს, გასაგებია, რაღაცა გასაღები კულონი, ან ძეწკოზე თუ ცეპი, რას ეძახით, დიდი გასაღებია ჩამოკიდებული, ან აი როგორც გასაღების ნაერი, ოღონდ გასაღების პირი არა აქვს წვეტიანი, რაღაცა შტიკივით არის, ეს ამოდის, როგორ იცით, აი ვიღაცამ დაკარგა, ან გაჩუქეს და ან შეიძინეთ სადმე და აი აქ იყო პორჩა გაკეთებული და აი ამის მერე თქვენი საქმე რაღაც არ წავიდა კარგად, აი ნაგვის
ნაგვის ურნაა და ნაგვის ურნაში ჩაგეყარათ აი ეს ყველაფერი, ანუ დელეთი მოხდა, ხო ხვდებით არა თქვენ ცხოვრებაში. აი სანთელიც ნახეთ, ჩემთან ერთად საუბრობს. ნუ აქ ჩემო კარგებო, აქ უკვე ამოდის, ესე იგი შიში ამოდის, ძალიან დიდი შიში ამოდის, აქ არის ნერვული სტრესები, ნახეთ რამხელა დემონი ამოვიდა შუაში, უყურეთ აი ესე. დემონი, აქ წინაპარი, იმიტომ მიიქცია ჯერ ლარნაკმა ჩემი ყურადღება, წინაპარი იმიტომ დადგა და სპილოც არის, სპილოც ოჯახური პრობლემები, ვიღაცა უყურეთ მასკა სახე, აი უყურეთ, აი ხედავთ მასკა იღიმება და ვიღაცა გემასხარავებათ ძალიან გემასხარავებათ ეს ოჯახიდან გამომდინარე ან სისხლით ნათესავი რა, ან ვინც ოჯახში, აი ოჯახის წევრად მიგაჩნიათ, მიხვდით ხო? აქ კიდე აი თევზი და ჩიტი ერთად, ნუ თქვენი შურთ, თქვენი ფინანსები, ვიღაცამ სახლი იყიდა, აქ ნოვოსელიას რო ეძახიან აღნიშნები იყო და როგორ არის იცით, აი ეს გრძელთმიანი, მუქთმიანი, ყავისფრთმიანი გოგო ეს შეიძლება შავადაც იღებას ხომეთ მას, ფერებსაც იცვლის არ გამოვრიცხავ, იცით თმებზე და როგორ არის იცით, ვითომ აი როგორც ზღარბი გაზით ზევიდან, აი ახლოს ვეღარ მოდის, მაგრამ შორიდან გკბენთ, მიხვდით და რითი რიტუალებით. აჰა, გასაგები აქ დემონი იმიტომ ამოვიდა. იცით რა არის, უნდათ რომ შიში გამოიწვიონ თქვენთან, მიხვდით? ნახეთ როგორ აქვთ ხელი აწეული აქეთ-იქეთ რა, ამხელა გაბერილი დემონია. მაგრამ ვერაფერს ვერ გიშვებათ. რაღაცა პერიოდი კი იყო ეს თქვენზე ფიზიკურად აისახა, ტკივილები მენტალზე აისახა ეს ფსიქიური დარტყმები, არა მარტო კი ნერვოზიც არის და ფსიქიური დარტყმებიც, იმიტომ რომ აქ სუცხრემლებია, ეხლა ბალი ბიზნესზე ხართ გამოკეტილი, გზები არის ჩაკეტილი და სასაფლავები ამოვიდა. ვიღაცა ითხოვს რომ გახვიდეთ საფლავზე, წინაპარი ორი ადამიანი ერთად არის დასაფლავებული, გადით და აი შესთხოვეთ რომ ყველა სანთელი დაუნთეთ და შესთხოვეთ რომ ესე იგი დაგეხმარონ, ითხოვენ რომ დაგეხმარონ და აუცილებლად წინ წაგივათ საქმე. ესეც დაგეხმარებათ ჩემს რიტუალებთან ერთად მეგობრებო. კარგი, ეხლა აქ რა ხდება? ნუ ეს დემონჩიკი აქ რო ამოვიდა არასასურველად, ესე იგი ჩაკეტილია აქ კლიტეებია, აი კლიტეები, მე მაქვს რიტუალი კლიტეების გახსნა, მოძებნეთ, ამოსქროლეთ ქვემოდან ზემოთ და ძველი ახალი რიტუალი არ გამიგია მე, ყველა რიტუალი მუშაა. ჩემი რიტუალი რაც უფრო დიდი ხნის დადებულია, უფრო მეტი დატვირთვა აქვს და უფრო მეტი ენერგეტიკულად მუშაობს. გზების გახსნა 1, 2, 3, 4, 5 მე-6-იც მოდის, მაგრამ წარსულიდან გადმოდის, სიძლიერე ამოდის, ჩემო კარგებო, აი კიდე მატარებელი ამოვიდა, რაღაცა ჩქარდება, რაღაცა ჩქარა მოდის, გადაადგილება შეიძლება საერთოდ არ ელოდებით და არც გქონდათ გეგმაში, მიხვდით ხო, მაგრამ აი რადიკალურად ქვეყნის შეცვლა, მიხვდით? აქ არის ქვეყანის შეცვლა, ქვეყანას შეიცვლით, ნუ ასო ან გეხმარებათ, ან თქვენ თვითონ ხართ და გადაადგილება გიწევთ. ნუ შეიძლება სამუდამოდ არა, მაგრამ ბევრ სამუდამოდ კი, მაგრამ მე აქეთ-იქით მოძრაობები გელოდებათ. ვისაც ესე იგი კარიერაზე გაქვთ დადებული, აქ მე ვხედავ შეიძლება თქვენი შვილები აბარებენ, აი რიგში დგომაა, მიხვდით ხო, ან რაღაცის რიგში დგახართ ხო და ესე იგი შეიძლება ბედის რიგშიც დგახართ, მოდით ჯერ კარიერაზე ვიტყვი, ვინც აბარებს ხო, ესე იგი წარმატებული ჩაბარება ექნება, ძალიან გაგეხარდებათ, კარგი სწავლა ელოდება, ვისაც ეს თემა აინტერესებს, 2-7-იანი გაბედნიერება, ან ოჯახში
სივრცეში შემოვა ვიღაცა, ან გათხოვდება, ან როგორ იცით, აი შორგზაზეც შეიძლება რომ უცხოელს ხედავ, მე აქ უცხოელ მამაკაც შეიძლება უცხოელზეც გათხოვდეს, არ გამოვრიცხავ. ძალიან დიდი ნაძვებია, ეს არის უფრო შორი გზა, რაიონების გზა და ასე შემდეგ. აქ ამოდის ქორწილი, ნათლობა, დაბადების დღე, აი ახლა სულ მალე იქნება 21, 13 ტატა ვინ არის, ტოტო ვინ არის, აი ამათთან შეხება ვისაც გაქვთ, იცით რა არის, უნდა ენდოთ, მაგრამ გადაამოწმეთ ინფორმაცია, მიხვდებით თქვენ თვითონ. იცით რა არის, აქ წმინდა გიორგი მოქრის აი ამ მატარებელთან ერთად, გიცავთ წმინდა გიორგი, შეგვეციოს მისი მადლი, რაღაცა პრობლემას აი აქ რო დაგიდეს ხაფანგი, აი აქ დიდი დემონი ხო? აი აქედან გეუბნებათ სამყარო, ილოცეთო და რიტუალები დაიხმარეთ და ვისაც ექიმი ესაჭიროება, არავის არ გაუუქმებია ექიმი, ხო? ექიმი პლუს ჩემი რიტუალები და წახვალთ წინგანი კურნებით. იცით რა, ძალიან სულ წინაპრული თემა ამოვიდა აქ 33 რიცხვი, 34 რიცხვი, კიდე დაიწერა ლალი, ესე დაიწერა. იცით რა არის, აქ თქვენ შვილზეა დარტყმა და დიდი ხანი, მაგრამ აი წინაპრები ადგენენ, თან თქვენც ეხმარებით აქ ჩანს და იცით რა, შეიძლება შვილმა არ იცოდა, მაგრამ ეხა გაიგო და ეს ან გაიგებს დაელაპარაკებით რაღაცა რა თქვენ შექმნილ პრობლემაზე და ეცდებით რომ გამოიყვანოთ სიტუაციიდან, ისევ წინაპრები გეხმარებიან, წინაპრებს დაუნთეთ სანთელი ხალხნო და მადლობა მოუხადეთ კვირაში ერთხელ მაინც ერთი დღე და თქვენ ანგელოზებს აი აქ რო ამომივიდნენ მე ხო, თუნდაც არხანგელებს, ხო, ყოველ დღე შესთხოვეთ, რომ დაგეხმარონ. ანგელოზები კი მოგცეს ჩვენ უფალმა და ზეცამ, მაგრამ იცით რა არის, თუ არ მოიწვია ანგელოზი და არ შესთხოვე დახმარება, ის, ესე იგი, გასაჭირში რო ხედავს, ის ტირის, მართლა ტირის, მაგრამ არ დაგეხმარება, არა აქ იმას ჩარევის უფლება, ეს არის მაღალი ღმერთის დავალება. როცა მოიხმობთ, მაშინ დაგეხმარებათ. აი ეს გაითვალისწინეთ ყველამ. სამ დროში რაღაცა დიდი მიღწევა, გადაადგილება, ახალი ნივთების შეძენა, მანქანის ჩათვლით, ველოსიპედი და ასე შემდეგ მოტოებს ხედავ კიდე. აქ ვიღაცა გადაფრინდება, გადმოფრინდება, რაღაცა სწრაფი მოსაგვარებელი სიტუაციები შეგექმნებათ, მაგრამ ცუდი არა, კარგი ძალიან კარგი, მაგრამ გზაში ვიღაცა ცუდად გახდება. ეს იცოდეთ, ან გაიგებთ, გზაში გაიგებთ ვიღაცის ცუდად გახდომის ამბავს. ნუ, კარგით, აბა ეხლა ვნახოთ აქ რა ხდება. აქ ხდება, ბოდიში სალფეტკს ავიღებ, რო ჩავყავი ხელი. იცით რა არის, რაღაცა აი ამ თქვენს მტრებს გულში ამ ხელა დემონჩიკი რო დაგვიჯინეს. იცით რა არის, უკვე ბუმერანგი წაუვიდათ და შეიძლება პატიებაც გთხოვონ და ნუ გაუღებთ გულის კარს, იმიტომ რომ მობრუნება ჩანს მტრის, გააქტიურება ჩანს, საერთოდ წმენდებს და ბუმერანგი რომ მიუვა ხო, მის შემდეგ მტერი გრძნობს და ეხლა თვითონ რა თუნდა, რაც თქვენ გაგიკეთათ ცუდი ნეგატივი თვითონ ხო ხა უჭირს გადამუშავება ამისი და აქტიურდება და მოდის რომ ეს დაგეტაკოთ, გეჩხუბოთ ან რამენაერად, ყველანაირი საშუალებით, რომ შეიძლება ტორტი მოგიტანოთ სახლში ჩაიზე ან ყავაზე და აი იმ ტორტზე რა იცით რა არის დადებული, ხო? აი ესეთი რაღაცები ხდება და აღარ შემოუშვათ ბუმერანგი, გეუბნებათ ახლა აქ სამყარო D-ასო ამოვიდა, O-ასო ამოვიდა. ოკეი, რაღაცაზე თანხმობა გაქვთ. აქ პატარძლის სკაბას ვხედავ, მე გითხარით ქორწილი ამეთქი და ძალიან კარგი მიხარია. მოდით ახლა ვნახოთ რას გვეტყვის ტარო, ზუსტად საიდუმლოების ტარო. აი ამ თემაზე რა უნდა იცოდეთ კიდე, აბა რა საიდუმლოს გახსნის კიდე აი ეს დღევანდელი ყავა, აბა ვნახოთ, ხო, ვნახოთ.
რისი გადმოცემა უნდა. ხო თქვი, შეხვედრა, გზები, წასვლა, მოსვლა, გაცნობა, ხალისი, ბედნიერება, დაკარგული ბედნიერების დაბრუნება, ჩემო კარგებო, ყველანაირ სფეროში ვგულისხმობ მე, აბსოლუტურად ყველანაირ სფეროში. შეიძლება ბავშვი, ვისაც უნდოდეს, ორსულად დარჩეს, ან ორსულობა გაიგოთ, ან ახალი საქმე, ან ბავშვი იყო, ბავშვს ჰქონდა პრობლემები და გამოჯამრთელდება, რაღაცა სიახლე, კარგი სიახლე, უფრო ბიჭს ეხება, არა გოგოც არის, მაგრამ უფრო შვილიშვილიც შეიძლება არ გაქვთ კავშირი და აი ეს გზები გაიხსნება, მაგრამ ისევ თქვენი ოჯახის წევრიდან გამომდინარე გაიხსნება მამაკაციდან ეს გზები. აქ ნამდვილად სარკისებური პორჩა იყო დადებული, გზები აქ დამააგურისგან ჩაკეტილია. ესე იგი, ან ქერაქალია, ან გასათხოვარი, მაგრამ პატარა არ არის. აბა კიდე რა. აი ვისაც პარა უნდა, პარაში იქნებით, ან თქვენ ხართ ბრძენი, ან მოусმინეთ, ვინც ვიღაცა დარიგებას მოგცემთ და ეს უნდა მოისმინოთ. შეიძლება მეც ვიყო, რომ აქ ამოდის სიმართლე და უნდა გაითვალისწინოთ, მიხვდით ხო? მაგრამ თქვენ თვითონ კარგად აზროვნებთ, კარგი მოусმინეთ თქვენს გადაწყვეტილებებს, ამ სიტუაციიდან უნდა გამოიყვანოთ ისევ თქვენ 50% მაინც თქვენზეა, რომ გამოიქაჩოთ ეს ჩაკეტილობა, ეს გაურკვევლებები, აქ საერთოდ გათიშულია ურთიერთობა, შეხვედრა გელოდებათ, ხო ვთქვი, თქვენზეა, ესე იგი მწვანე გველია გამოშვებული ყველანაირად, აქ რო დემონი ამოვიდა გასიებული, ეგ ვარიანტია რა, გველი ყავთ, გველი ისევ, შეიძლება რძალია, შეიძლება რძლის მხრიდან არის ვინმე, ან ასე შემდეგ, კი, ოჯახშია, სახლშია, რომლებმაც გააჩერეს სპეციალურად სიტუაცია, იმიტომ რომ შური ამოდის გენაცვალე, შეიძლება აქ დედამთილი ხართ, სიდეთრი ხართ, შური ამოდის, მიხვდით ხო, შური. კი, აქ ნამდვილად იყო, გაგიჩერეს სიტუაცია, დიდხნიანი, სამუდამო, მაგრამ ილოცეთო გეუბნებათ სამყარო, ილოცეთო და ოჯახში ბედნიერება შემოვა ისევ, თქვენი წინაპრები ისევ თქვენთან დგანან და გამოხვალთ ამ ჩაყურყურმალებული სიტუაციიდან, ბურუსი კი არ ეტყობა, ბურუსიც გაქვთ, სულიერად ამოვიდა, ხო, ტარო არ ამოვიდა, მაგრამ შეიძლება ეს მათქმევინეს მე ახლა, რომ ბურუსში ხართ თითქოს, მიხვდით ხო? აბა კიდე რა გამოხვალთ აღარა გაქვთ ზევიდან ჩაკეტვა და ამოცურეთ ნელ-ნელა. თქვენ ამოხვედით, გოგოებო, წეღანავთქვი აქ რასაც ვამბობ მამაკაცებსაც ეხება, გაწმინდეთ თქვენი მამაკაცები, რა საიდუმლოა და საიდუმლოა რომ მასკას მოიხსნიან, ეს ჩემი და თქვენი მტრები მოიხსნიან მასკას და უკან უბრუნდებათ ყველაფერი და მე და თქვენ გაუფრინდებით და ოჯახურ ბედნიერებასაც მივიღებთ და სამყაროც ესე იგი ნახეთ როგორ გვიჭერს მხარს. და წინაპრებიც კიდე ძალიან კარგი. კი, მოცოცხლეთ ნეგატივი ხალხი გაყარეთ თქვენი ცხოვრებიდან, მოусვით ცოცხი, რაღაცა გაიხსნება, რაც ჩაკეტილი იყო და გასაღებს ვერ პოულობდით, როგორ გეწყოთ, საიდუმლო იყო ჩაკეტილი, დიდხნიანი, ესენი გაიხსნება, რაც ესე იგი დაბმული იყავით, ხო, ღუზა ჩაგდებული და უკვე დაჟანგებული, მიხვდით ხო, ბედი, ურთიერთობა, ოჯახური სიტუაცია, სამსახური, წინაპრებთან წვდომა რო არ გქონდათ და ასე შემდეგ. აქედან უკვე უსასრულოდ რო უნდოდათ რო ყოფილიყავით და დაგაბეს, ხო? აქ მაგია გაკეთებული, აგერ ტვინი გაქვთ არეული უყურეთ მენტალზე ეტყობა სულიერად ძლიერი ხართ და მენტალით უნდათ დაპყრობა. თქვენი გული
გაიხსნება ისევ, ვისაც გინდათ ახალი ადამიანი მოვა და ვისაც გინდათ კიდე აი ეს წინააღმდეგობები წავა, აი აქვე ხა როგორც კი უყურებთ, ხო, აი ეს წინააღმდეგობები წავა და ემოციურად განთავისუფლდებით, მენტალურად განთავისუფლდებით, შერიგდებით, ასე ისე და ახალი წიგნი დაიწერება, ახალი ამბავი. სამყაროც გეუბნებათ, რომ ნინიამ აქ რაც თქვა, ყველაფერი მართალიაო და ახალი წიგნი გადაიწერება ანგელოზებისკენ. ისევ და ისევ გეუნებით, მიხედეთ თქვენს ცხოვრებას, გაიწმინდეთ ცხოვრება, გამოიწერეთ ჩემი არხი და აი ესეთი ლაღები და აქ არის რიტუალი, რომ უნდა იყოთ ვიყოთ მომხიბლელები, უყურეთ მაგ რიტუალს და მოძებნეთ, ტყუილად არ დევს იქ ან ფეხის ტერფი, ან ხელი, ფული, ყველა ხელთანაც დაკავშირებულია, ფეხთანაც, ცხვირის წმენდა, ყნოსვა რო გაქვთ დაკარგული და ჩაკეტილი გაქვთ, აქ მე ხა მეუნებიან და იმიტომ უნდა ვთქვა, რომ ვინც ესე იგი, აი ცხვირით გრძნობ, ფული საიდან მოდისო, აი ესეთი ნათქვამია რა, ნიუხაიო რა, ესე რუსულად ესეა. აი ეგ გაქვთ დაკარგული ბევრს და გაიწმინდეთ. თავი რო გტკიდოთ, ხერხემალი გაიწმინდეთ ერთად, იმიტომ რომ ყველაფერი დაკავშირებულია ერთად ჩემო კარგებო. მოკლედ, დიდ ბედნიერებას გისურვებთ ჩემთან ერთად და წარმატებას. ვიყოთ ლაღები, მომხიბლელები და გვიყვარდეს ერთმანეთი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.